ნიკა, მოგესალმები. მოგესალმებით. მადლობა რომ გვერდთვები პირდაპირ ეთერში. ნიკა, ძალიან კარგი გამოსვლა გქონდა ნამდვილად გუშინ, ზოგადად ძალიან ემოციური დღე იყო და ძალიან საინტერესო ბევრი თვალსაზრისით და ამ ყველაფერზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა რომ პირველ რიგში შენი გამოსვლიდან რამდენიმე ასპექტზე გავამახვილოთ ყურადღება. შენ ამბობდი, გვჭირდება ევროპა, თანადგომა ევროპის, ისაუბრე ოკუპაციაზე, დასავლეთის წინდაუხედავობაზე გაამახვილე ყურადღება 2008 წელს და გაუბედავი უწოდე დასავლეთს. რაც გახდა უკრაინაზე თავდასხმის მიზეზიო, ასეთი რამ აღნიშნებ. მანამდე იყო საქართველო, როგორც იცის ყველა. და მე მაინტერესებს, არის თუ არა შეცვლილი რუსეთ-საქართველოს ომისადმი დამოკიდებულება ევროპაში. ჩვენ მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, და გვესმის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ თემაზე ძალიან ბევრი შეფასება, მაგრამ აი პირადად რა მოისმინე შენ მათგან? მადლობა შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, დრამატულად არის შეცვლილი დამოკიდებულება შეფასებებში 2008 წლის იმ ჯგუფებში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით იმ ჯგუფებშიც კი, სადაც სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, მაშინ წლების წინ არ იყო სწორი პოზიცია ჩამოყალიბებული, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ რუსული პროპაგანდის მეცადინეობით, რომელსაც ეტეოდა რუსეთი. დღეს რეტროსპექტივაში ყველა ხვდება, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა დასავლეთმა, როდესაც მათ მიიჩნიეს, რომ დაშოშმინება პუტინის არის შესაძლებელი, დაშოშმინებამ შეიძლება გამოიღოს მინიმუმი შედეგი, რომ მან ხელი აიღოს მომავალში სხვა სახელმწიფოებში შეჭრაზე. და აი ამ განზრახვაზე არათუ უარი არ თქვა პუტინმა, არამედ პირიქით წახალისდა ის და 2014 წელიწადი ვიხილეთ ჩვენ უკრაინაში, როდესაც სამწუხაროდ მაშინდელმა გერმანიის კანცლერმა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ითამაშეს იმაში, რომ 2022 წელი დამდგარი. 2014 წელს კვლავ ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა იფიქრა, რომ რუსეთის ანუ პუტინის დაშოშმინება შედეგს გამოიღებს და აი მოვედით 2022 წლამდე. ახლა კი ნამდვილად თუ კი რამე არის სასიხარულო ომთან დაკავშირებით, როცა ვსაუბრობთ, არის ერთსულოვნება და კონსენსუსი, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს. პუტინის რუსეთი სამხედრო თვალსაზრისითაც, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, როგორც მინიმუმ უნდა დასუსტდეს იმდენად, რომ მან ხელი აიღოს მომავალში ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს შეჭრისგან. ეს პოზიცია არის მხარი. სამწუხაროა, რომ 2008 წელს არ იყო და 2014 წელსაც მსგავსი ერთსულოვნება ევროპაში. მიმაჩნია, რომ ის ახალი თაობა ევროპელი პოლიტიკოსებისა, ვინც დღეს წარმოადგენენ მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ თანამდებობებს, აი ეს ადამიანები სრულად სხვაგვარად უყურებენ რეალობას, განსხვავებით იგივე ვინც ვახსენე ქალბატონი მერკელის და ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად ამ რეალობებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ასპექტი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, როდესაც ამბობდი, რომ უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ და ჩამონათვალი ქონდა და ახსენე დამნაშავე ვარ, როგორ რჩება ქვეყანა ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს. აი მე მაინტერესებს იქ როგორ ხედავენ საქართველოს, ნიკა, საქართველო იქ როგორ არის დანახული? რეალურად ასე ხედავენ, რომ რკინის ფარდის მიღმა ვრჩებით? რეალურად ხედავენ ისე, როგორც საერთოდ თქვენ თვითონ ბრძანეთ, ეკა ყველა თulis, რომ ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ორ შესაძლებლობას შორის. ან განვითარება, ან ჩაგვრა და უკუნეთი. მესამე არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. რეალურად არ არსებობს და პუტინი არც მალავს ამ ყველაფერს, რომ მას უნდა კვლავ გაავლოს, ხაზი და თანამედროვე რკინის ფარდა ჩამოუშვას და ერთ მხარეს ფარდისას მოექცეს მისი მომხრე სახელმწიფოები, როგორც არის მაგალითად სირია, ბელორუსია და აი იქ უნდა შეათრიოს საქართველოც. და მეორე ფარდის მიღმა იყოს დანარჩენი განვითარებული ცივილიზებული სამყარო. უნებრივია
ყველაფერი საბოლოო ჯამში მადლობა ღმერთს არის დამოკიდებული ქართულ საზოგადოებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომელმაც გამოიღვიძა როგორც არასოდეს, თუნდაც ის სტილი მათთან საუბრისა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში არის აბსოლუტურად მისაღები, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების მხრიდან დასავლური ლიდერების მისამართით, ასევე აქ დასავლეთშიც განსხვავდება იმისგან, რაც იყო 7-8 წლის წინ. ატომღაც იყო წლების წინ პოზიცია, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლებოდა წამყვან პოლიტიკურ ლიდერს დაეფიქსირებიან ან ბრიუსელში, ან სტრასბურგში და კიდევ სხვა ნებისმიერ დედაქალაქში, გულისხმობ წლების წინ იქნებოდა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე არ აღმოჩნდა, ხომ? გაადასტურა პუტინის ქმედებებმა. ამიტომ ახლა ჩვენი უპირატესობა და მთავარი კაპიტალი არის გამოცდილება, სამწუხაროდ ამ გამოცდილებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა მნიშვნელოვანი ტენდენცია ჩემს აზრით, რაც დიდწილად ეკა განასხვავებს დღევანდელ მოცემულობას წლების წინანდელ მოცემულობისგან არის ევროპული პოლიტიკური კოჰორტა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საერთო ენაზე საუბრობენ. კი, ბევრი რამე შეიცვალა ნამდვილად, ნიკა. ევროპელი ლიდერები იყვნენ ძალიან რბილები პუტინთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა პოზიცია ჰქონდა, ევროპელი ლიდერები ცდილობდნენ ბალანსის პოლიტიკის გატარებას, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მიხვდა, რომ ან მარცხდება ცივილიზაცია, ან იმარჯვებს პუტინი. კი, ნამდვილად და სრულიად სხვა დამოკიდებულებებს ვხედავთ ჩვენ ამან უკრაინის ომმა ძალიან ბევრი რამ პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში შეცვალა. მე საერთაშორისო პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში მინდა უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ და ძალიან ემოციური იყო და ჩემი აზრით ძალიან ხმამაღალი განაცხადი იყო ასევე ამ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ცარიელის სკამი, როდესაც ვიხილეთ ტუსკის მიერ წაკითხული მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, აი ეს ყველაფერი იყო მართლაც ძალიან ისეთი მკაფიო გზავნილი ალბათ. აი რას ნიშნავს ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის შენი აზრით და რა გავლენა შეიძლება ქონდეს აი ასეთ მხარდაჭერას, ხო? ეს იყო აშკარა ღია მხარდაჭერა და ღია განაცხადი, რომ სააკაშვილის ადგილი არის მადგვერდით და არა იქ, სადაც ეხლა იმყოფება ის ციხეში, ამ წუთებში კი საავადმყოფოში. თავარი რამის ილუსტრაცია იყო გუშინდელი ეს აქტი, ილუსტრაცია და დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი განვითარებული სამყაროსთვის არის პოლიტიკური პატიმარი. ნუ ამაზე მეტი დასტური, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკოსმა პირადად წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, ხომ? მე ვფიქრობ, ძნელად თუ შეიძლება ვიხილოთ. ამიტომ მე როგორც არასოდეს ღრმად მართლა წამს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის მცირე დროის საკითხი, მე მას მინდა უბრალოდ ალბათ უყურებ ჩვენ გადაცემას უსურვო ჯანმრთელობა და ხნეობა იმ ყველაფრის მიღმა, რაც ხელმისაწვდომი არის ჟურნალისტებისთვის და მოსახლეობისთვის, არის კიდევ საინტერესო ტენდენციები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს როგორც პოლიტიკურ პატიმარს, იგი ნაწილობრივ არის ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. არ შეიძლება რომ ჩვენც ვიცოდეთ ამის შესახებ, თუ ჯერ არ შეიძლება ამაზე საუბარი. ჩემი დიდი სურვილია, თუმცა თანაც პოლიტიკურად ეგოისტურადაც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ ხა თქვენს ეთერში ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვისაუბრო, უბრალოდ მოვა ამ შესაბამისად, როდესაც რა თქმა უნდა მეც და სხვაებიც, ჩემი კოლეგებიც, ჩემი პარტიიდან ვისაუბროთ თუ რა გულისხმობ. მიხეილ სააკაშვილის აი ეს თალკი გამოყოფილი ადგილი იყო სიმბოლური აქტი იმისა, რომ დასავლეთი დგას ქართული ხალხის გვერდით, დგას წინააღმდეგ პოლიტიკური მართლმსაჯულებისა
ნუ აი თავად შეხედეთ ეხლა როგორ იქნება ჩვენი ხელისუფლება, ხო? კი, ამაზე ვისაუბრებთ ნიკა და როგორი შეფასებები ქონდა სხვათა შორის ხელისუფლებას. ესეც მინდა რომ რაღაც რამდენიმე წაგიკითხავ. მაგალითად, თეა წულუკიანმა თქვა ასეთი რამ, რომ იპიპის მიზანია საქართველოს არ მიიღოს წევრობის სტატუსი. შალვა პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობასა და ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგი აცდენილია ქვეყნის და ხალხის ინტერესს. ყრილობაზე სააკაშვილისთვის სარიელი სკამი მძიმე სურათი იყო, რადგან იპიპი მართლმსაჯულების იდეას დასცინა პარტიის მხრიდან სააკაშვილის პატრონაჟი ევროპული ღირებულება არაა. ნიკა, იცი რა მაინტერესებს? აი, შენ როგორ ფიქრობ? საქართველოს ხელისუფლებას სტატუსის მიღების იმედი არ აქვს ზოგადად და იმიტომ აკეთებს და ამბობს აი ასეთ რამეებს და იპიპი არ არის ერთადერთი, იცი, დასავლელი პარტნიორების მიმართ, რასაც ისინი ამბობენ მთელი ამ დღეების და კვირების განმავლობაში და თადარიგს იჭერს აი ამისთვის, როგორ გონია და როგორია რეაქცია დასავლელი პარტნიორების ამ ყველაფერზე? ისინი ხო კარგად ინფორმირებულები არიან და მართლა ეხა ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციური პარტიები ხო არ ჭირდება რომ მოუყვნენ მათ, რას ამბობს და აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ვითარება არ არის სახარბიელო, ნამდვილად გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დაკავებული პოზიციებისა. თავად აი განცხადება რომელიც თქვენ ახლა წამიკითხეთ იპიპისთან დაკავშირებით, ნუ რამხელა ესეც ტყუილი არის. თითქოს აპელირებენ რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა ვინაიდან ვართ აი ამ დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი, ხო, თითქოს სხვა ჯგუფები რომელიც არსებობს ევროპაში, განსხვავებულ პოზიციას იკავებდეს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. თავად ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც ქართული ოცნება არის გაწევრიანებული, ხო, მათაც არაოდ განსხვავებული პოზიცია და მეტიც ანალოგიური პოზიცია, რაც გუშინ ჩვენ მოვისმენთ და ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ. ზოგადად, უბრალოდ აღარ არსებობს არც ერთი ფრანგი, არც ერთი იტალიელი, არც ერთი გერმანელი, არც ერთი ჰოლანდიელი, არც ერთი ბელგიელი, არც ერთი ევროპელი დასავლელი პოლიტიკოსი არ არსებობს, რომელიც არის განსხვავებულ პოზიციაზე, რომლის მიმართაც მათ არ განახორციელეს ამ შემთხვევაში გულისხმობ ხელისუფლებას საქართველოში შეტევები და თავად პერსონალური თავდასხმები. მარტივად რო ვთქვა და მეტაფორულად წარმოიდგინეთ, ეხლა მე მინდა რომ თქვენთან ჩამოვიდე სტუმრად, მე ვიდა რომ გავხდე თქვენი სტუმარი და სანამ სტუმრად გეწვევით, თქვენ ბოლო სიტყვებით, უშვერი სიტყვებით, პოლიტიკური ასე ვთქვათ, გზავნილების შეკაზმული გლანძღავთ, ხო? უნებრივია, ხო, ესე იგი ნიშნავს რომ მე არ მინდა რომ გავხდე თქვენი სტუმარი, ეხლა დაახლოებით იმ ადამიანებთან მიმართებაში, რასაც ესენი ჩადიან, სწორედ აი ეს ამ შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე, მე არაფერთან და არასერიოზულად იმდენად აღიქვამენ ეხლა ბატონი კობახიძეების განცხადებას, რამდენადაც უკვე იციან ვისთან და რასთან აქვს საქმე. ანუ უკვე იციან, უკვე დაარქვეს ყველაფერს თავისი სახელი, ხო? აი ეს მინდა რომ მოვისმინო, ნიკა, იმიტომ რომ პირად ურთიერთობაში ალბათ დამოკიდებულებაში პირდაპირ გეტყვით, დიახაც, აი შემიძლია თავიდან ბოლომდე სრული სიმართლე გითხრათ. წლების წინ, როდესაც მე მიწევდა მეგობრებთან ერთად ჩამოსვლა სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში, შესვლა, იქ სადაც ევროპული პოლიტიკა კეთდება, ან იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ევროპულ ან დასავლურ პოლიტიკაზე და ამ პროცესზე, მჭირდებოდა ძალისხმევა, რომ სიმართლე მათთვის დამენახებია. ახლა პრაქტიკულად პირიქით არის ეს პროცესი, იცით? იმდენად ცხადათაა დანახული ის რაც ხდება. არ ვაჭარბებ არც ერთი სიტყვით. ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათ უბრალოდ უკან დასახები გზა აღარ დაიტოვეს. ისინი არც აპირებდნენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ შესაბამისი აპლიკაციის შევსებას 2022 წელს მათ შეავსეს, იმიტომ რომ მოლდოვამ და უკრაინამ გადადგა ეს ნაბიჯი და ამას მოყვა მე საქართველოში. ზაზა შათელიშვილის სტატია იყო ნიკა გუშინ, სადაც ის ამბობდა, რომ იძულებული გახდაო ქართული ოცნება, რომ აი სიტყვა იძულებული გახდნენ უკრაინის ომის გამო. ასეთი ისტორიული შესაძლებლობა, რომელზეც ბევრს საუბრობთ თქვენი გადაცემის სტუმრები, ახლა მე კი არ უნდა ვიყო და დემოკრატიული ოპოზიციის პატარომატინების პარტიების წარმომადგენლები კი არ უნდა ჩამოდიოდნენ და ჩადიოდნენ ბრიუსელში, სტრასბურგში და სხვადასხვა
ქალაქებში და დედაქალაქებში. აი ხა ყველა ministri, ვინც კი არსებობს, აი წლუკიანი და დაწყებული ღარიბაშვილი დამთავრებული ბრიუსელში, სტრასბურგში, ყველა შესაბამის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს დედაქალაქში უნდა იყვნენ, ხო? მარტო ეს ფაქტი რადგეს, ეკა ხო ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ქართველებო, აი მხოლოდ და მხოლოდ ეს ფაქტი არის დასტური იმისა, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ არ მოგცენ კანდიდატის სტატუსი და აქ ჩვენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაც გვაქვს ნებისმიერი სახის კონტაქტი ჩვენ დასავლელ გავლენიან პარტნიორებთან, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, თუმცა რთულია, რა თქმა უნდა, ვინაიდან ხელისუფლება არის ანგარიშვალდებული. კი, ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყანას და მათი ერთი ახსნა, რატომაც არ უნდათ მათ რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეკა იცით, თქვენ გულისხმობს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით მონიტორინგს უკვე დასავლეთის მხრიდან რეფორმების გატარების პროცესში. როდესაც შენ კანდიდატის სტატუსს განიჭებენ, იქ შენ უკვე ფასადური რეფორმების გატარების ფონს ნამდვილად ვერ გახვალ. ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და განგებ ახდენენ ტორპედირებას დიახაც ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის. კი, და ნიკა გვარამიას დაკავება, ნიკა გვარამიას დაკავება, სწორედ აი ამ კითხვარის შევსების შემდეგ ბრიუსელში ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილისადმი აი ასეთი მოპყრობა და მოკლედ ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. რა იქონიებს შენი აზრით გავლენას, აი რა შთაბეჭდილება დაგრჩა ამ სტატუსის მიღებაზე, ნიკა? რა იქონიებს გავლენას? აი გასაღები სად არის ამ შემთხვევაში? მე ვახსენე სააკაშვილი, ვახსენე ნიკა გვარამია. არის ეს გასაღები? პირველ რიგში ნიკაც მინდა მოვიკითხო, იმედია თქვენ განათებას ახლა უყურებს. აუცილებლად უყურებს და ყოველთვის მოკითხვას გადავცემ ჩვენს მეგობარს. მაგრად იყავი ნიკა და ძალიან მალე იქნება ნიკა გარეთ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ეძგარეში ეს ყველაფერი. ნუ ნიკას საქმესთან მიმართებაში დეტალებში, როდესაც მეძება შესაძლებლობა აქვს და ეს ფაბულა ის ვითომ სამართლის საქმე თუ რატომ დაიჭირეს ნიკა გვარამია, ნუ ჩვენი ხალხი უთიება ყველას. განურჩევლად დაკავებული პოზიციისა იმ დასავლეთის ჩვენი პარტნიორის. წარმოუდგენელი საკითხია, რომლის გარშემო ჩვენ გვიწევს ახლა საუბარი. მიუხედავად აი პატიორობებისა, მიუხედავად ამ ენით აღუწერელი დანაშაულებისა, რომელსაც ჩადის ვინც ჩადის, ანუ ქართული ოცნება, ისინი არიან უკვე აშიშლებულნი დასავლეთის წინაშე, მათ და ჩვენს ვიცით, რომ მათი გეზი სხვა არის და ჩვენ სხვა პარტიის წარმომადგენლების არ უნდა დაუკარგოთ მათ და იმედი მაქვს, რომ სხვები კიდევ დარჩენილ დროში მოახერხებენ ჩამოწოს და სხვა შეხვედრების განმავლობაში. ვთხოვთ, მივმართავთ, მოუწოდებთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რა მდგომარეობა სასამართლოში, რა მდგომარეობა მართლმსაჯულებაში თავიდან ბოლომდე ძალიან პოლიტიზირებულია. ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში სურს ბიზნა ივანიშვილმა იხილოს ქართველი ხალხი. როგორ არ უნდა ჩავდგეთ, ნიკა? აი ახლა ეს მითხარი, როგორ არ უნდა ჩავდგეთ? აი მე ვთქვი, რომ ნიკა და მიშა ვახსენეს სპეციალურად გავამახვილე ამაზე ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ყველაზე სწრაფად რისი გაკეთებაც შეიძლება და რაც არის საქართველოს პრეზიდენტის ხელში. ხა კობახიძე, რასაც ვისმენთ მისგან ორივესთან მიმართებაში გასაგებია, მაგრამ აი როგორ შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი და რა შანსი გვაქვს, რიკა, აი რა შთაბეჭდილება დაგრჩა შენ რეალურად? მდგომარეობა არ არის სახარბიელო, თქვი ზემოთ. ეკა, ნამდვილად არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ ადამიანები, ვინც უნდა აიღოს პოლიტიკური, ევროპული პოლიტიკური პასუხისგებლობა იმაზე, რომ კიდევ უფრო ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ დავახოვდეთ ევროპულ სტრუქტურებთან, ხედავენ საპირისპირო სურათს და ხედავენ ამ სურათში მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც დადიან ოთახიდან ოთახში, დარბაზიდან დარბაზში და ცდილობენ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისგებლობა და ავანსად თხოვენ ჩვენ ევროპელ დასავლელ მეგობრებს გასცენ აი ეს სტატუსი.
არა და სხვები უნდა დადიოდნენ, აქ მე არ უნდა ვიდგე ხა და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსი, ეკა. ნამდვილად არ უნდა იდგეს. არა თუ აქ არ დადიან, მეტიც ეხლა რეგიონებში და რაიონებში სხვა პროპაგანდას ეწევიან, ერთიარო ტელევიზიით ასაუბრობენ, ეკა, ჩემზე კარგად ეგეწოდებული პირის რეკლამა, word of mouth-ით, რაც ავრცელებენ მათი სატეცეები, რაც უდია ევროპა, რა გმინდა ევროპაში, ევროპული ფასეულობები და ღირებულებები გაარკვნის საზოგადოებას. ეს ყველაფერი სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა ადამიანს აი ამის გაბითურება და გაბიაბურება ხდება რაღაცნაირად. ნიკა, მართალი ხარ აბსოლუტურად. იმას კი არ უხსნიან, ეკა. მე იმას კი არ უხსნიან, რა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ყველა რიგითი მოქალაქეები ვარ. იმას კი არ უხსნიან, რომ საშუალო სტატისტიკური ევროპელი 10 წლით მეტ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. რატომ? იმიტომ რომ შესაბამისი სოციალური მდგომარეობაა იქ. იმას კი არ უხსნიან, რომ როდესაც შენ ხდები ევროკავშირის წევრი, ავტომატურად საშუალო ანაზღაურება ხელფასი მინიმუმ 10 ჯერ იზრდება. იგივე არის პენსიასთან მიმართებაში. ეს ყველაფერი ხო შეიძლება ქართულმა ოცნებამ კამპანიის სახით ისაუბროს. საუბრობენ, არ საუბრობენ, რას აკეთებენ? ქვეყნის შიგნით ბერკეტებს იყენებენ პოლიტიკური ოპონენტებისა და მედია მენეჯერების, აზრის ლიდერების დაპატიმრებისთვის და ქვეყნის გარეთ ეხლა ბატონ კუბილიუს და რობერტა მეცხოვას ნამდვილად ვერ დააკავებენ, მაგრამ თავს ესხმიან. ნუ ნაცები არიანო ეძახიან და ეხა მეტი რა ქნან და ნაცების ადგილი დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ქართული ოცნება ამბობს, რომ ციხეშიაო და მანდარი მაგათი ადგილიო. ნიკა, ბოლო შეკითხვას დაგისვამ. პირველი რა არის, რასაც ევროპელები, ვისთანაც შენ უკვე გქონდა, შენ ბევრი შეხვედრა გქონდა დღის განმავლობაშიც, მე ვიცი, ვათვალიერებდი და მივადევნე ამას. თვალი, რა არის პირველი, რის შეცვლასაც ითხოვენ ქართული ოცნების ხელისუფლებისგან, აი ეს მაინტერესებს და თუ არის კიდევ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე მიერთებაზე, იმიტომ რომ ლელო დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდა სხვათა შორის ინიციატივით, რომ დაუბრუნდესო შარლ მიშელის ხელშეკრულებას ქართული ოცნებაო, რას შეცვლის არ ვიცი ეს, მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს და მათგან რას ისმენ, ეს მითხარი და დავასრულებ საუბარს შენთან. აი, არ დავასრულებ, რომელიც უნდა დამასრულებიან, ქვეყნის შიგნით დახორციელება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პროკურატურის ბერკეტების გამოყენებით და ქვეყნის გარეთაც იგივე პოლიტიკური დევნა ხორციელდება, უბრალოდ საგარეო პოლიტიკური დევნა ხორციელდება. საგარეო პოლიტიკური დევნა ხორციელდება ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. უკვე ყველა აი ის ადამიანები, ვინც ხმალავაღებული ქართულ ოცნებას იცავდნენ, აი იქაც სადაც ჩემი აზრით ნამდვილად არ იყო ქართული ოცნება გასასამართლებელი, ხო, გამართლების არგუმენტს ვერ მოიყვანდი ის ადამიანების, ევროპარლამენტარების დღეს გმობენ ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რა შეიძლება ახლა ამ შეხვედრებს და რა დამოკიდებულება და დამთავარ პრობლემას ხედავენ დობა, რომელიც არის განულებული ქართული ოცნებასთან მიმართებაში. დობა, რომელიც არის პრინტუსის ქვევით ჩავარდნილი. ეს არის სრული სიმართლე. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ახლა დღეს ჩვენ ჩამოვედით ბრიუსელში, ხვალიდან გვექნება შეხვედრები 2 დღის განმავლობაში. იქ სადაც ჩვენ ვიყავით როტერდამში უამრავი ევროპარლამენტარი იყო და რა თქმა უნდა შესაბამისი ევროპელი ბიუროკრატი ამ საკითხთან დაკავშირებით სიმართლე ჩვენ არ გვისაუბრია, არც მათ დაუყენებიათ ეს საკითხი, არც მე დამიყენებია ეს საკითხი, რაღაც დაგიმალოთ. ხვალ და ზეგ ვნახავთ შესაბამის შეხვედრებში ამ საკითხმა შეიძლება დავითარება ჰპოვოს თუ არა, მე პირადად რა თქმა უნდა პატივცემ განსაკუთრებით ეხლა ლელოს მიერ გამოთვლილ ინიციატივას აქვს რა თქმა უნდა ამას არსებობის საფუძველი, თუმცა ის ყველაფერი რაც ჩვენ ხა ზემოთ ვისაუბრეთ, ჩემის აზრით ხო ძალიან გულუბრყოდ უნდა გამოვიყურებოდეთ. რა თქმა უნდა ამაზე რეაგირებას ქართული ოცნება არ მოახდენს არანაირად. ამიტომ აქ საკითხი ის რა თუ კი რაიმე პოზიტივი მკვეთრად უკვე დანახული არის ევროპაში, ეს არის საზოგადოების კონსოლიდაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობთ ერთი ენით და ეს არის ზოგადი საერთო ინტერესი და არა ვიწრო პარტიული ინტერესი. ეს არის რაც განასხვავებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, რა თქმა უნდა, იქნება გარდაუვალი, უბრალოდ ძალიან გულისხმობა, რომ მე როგორც მოქმედ პოლიტიკოს, თქვენ როგორც მოქმედ ჟურნალისტ, ასევე დარწმუნებული ვარ და ბევრ კიდე სხვა უმრავლესობა თქვენ მაყურებელს, რომ ახლა მართვის სადავეებთან არიან ადამიანები, რომლებიც
რადიკალურად განსხვავებულად ვიქნებოდეთ. რომლებიც ამ შანსს უკარგავენ ქვეყანას. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახე დრო და ისაუბრეთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. წარმატებები შენ ბრიუსელში ხარ უკვე და გააგრძელებ მათ შეხვედრებს და გემშვიდობები. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.